ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურა კვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს, 39300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. გვაქვს კიდევ აი ესეთი არხი TikTok-ის იარაღის განხილვა ზურა კვანჭ, იარაღის განხილვა ქართულად. ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. ატონი დავითის თოვლის პაპა გმირულად დგა და ქარცეს უძლებს. ის კი არა, აი ამანაც კი მიაფსა, მონიშნა უკვე, როგორც ის რა ქვია, აი თავისი ტერიტორია. ეს ჩვენი აი ამ ძაღლის ჩვენ რო წავალთ ესე წამოვა. ნახოთ, უნაგი გვინდა მას გავუკეთოთ რაღაცა. ხო, ცოდვა ლეკვების. არა, რო წავალთ ქვემოთ მოდის, ქვემოთ ბუნაგი ხო აქ გაკეთებული. ეხლა ჩვენ რო აქა ვართ მაგის ხათრით. აღმოდის. მოკლედ, მეგობრებო. გამარჯობათ. გამარჯობა არხის მეყურებლებო. და კარგო ხალხო. და კარგო ხალხო, რა თქმა უნდა. დრო მოვიდა, გავაკეთოთ ბატონო ნიკა. სოკო ბეკონით. სულგუნითა და კამით, ნაკვეჩხალზე. ვიცი სოკო ბევრს გიყვარს, სოკო მეც მიყვარს. ვისაც სოკო არ უყვარს, ის საერთოდ სოკოს არ აჭამს. ანუ ხო არის რომ აი არ მიყვარს, მაგრამ მაინც ავჭამ, მაგრამ არის ხალხი რომ აი ნუ რაღაცა ჭის რა. თავისებურია სოკო. ეგეც უნდა ვახიაროთ. სოკო არის სოკოსებული. ხო, არაფერს სხვას არ გავს და მაგიტომაც ვერა. ხო, არც ცხოველია, არც მცენარეა. ყოველად გაურკვეველი რაღაცაა რა. ჩვენი ძაღლი არის, მაგრამ ლეკვები გვეყოლება რა, ხოდა? ლეკვები აქ არ გვეყოლება, დაბლა იქნება. მაგრამ ჩვენი ხათრით მაინც ამოვიდა, არ დაეზარა იქ ქვემოთ. ხრამის ბოლოში სოფელია რაღაცა და ფეხით შეუხორსა. ასე თუ ის. გაძლიერებულ კვებაზე ყვავს. ბატონო ნიკა. მე გავიყინე. მოდი შემოდი. ატმის შაის მივარტყავ მე რო ცოტა ხლებერი ძვლები გამიწევს. მოდა ჩაის არ უკეთებ ხოლმე იმას, ეს არის სუპერ ჩაი, მანაა, ვაი. აი. აჰა, მოის დაგის. თუ კარგად არომატულია და ხარისხიანი ჩაი არ სჭირდება. შაქარი, ხო? ხო, რა თქმა უნდა. არა, ერთად. აჰა. აზერბაიჯანელს ესმის ჩაის გემო. მუღამი, ისე როგორც ჩვენ გვესმის ღვინის. ღვინის. კაი, მოკლედ მეგობრებო. ეხლა რავი, ზოგით ერთმა მომწერო. აიცი რა მგონიაო? ძალიან ცუდ საწმენებს აკეთებ. ჯერ ეგეთი თუ ვინც მიყურებს და ვინცა თქვა იქ მიყურებს, ტყუილა გგონე რომ ცუდ საჩვენეს ვაკეთებ. მაგრამ კიდე ერთხელ ვიტყვი, მე ვარ დილეტანტი მზარეული. ანუ არსად არ მისწავლია. უყურეთ ახლა. აი ეს არის სოკოს ფეხის, რომელიც იყო აი აქ ჩამაგრებული. მოვაჭერით და გავაკეთეთ ესეთი ამოღრმავებულები. მაგრამ მიწაში რითიც იყო ის ნაწილიც ჩავაჭერით ცოტა. ფეხი ქვია. ხო, ფეხს, არა. ბოლოს ვამბობ ფეხის ბოლოს ცოტაც წავაჭერით, რომ მიწა არ ქონოდა ზედ. არა, ხო. ახლა ეგ იასაკვირველია, ეგრე უნდა იყოს. კაი. რაღა ეს. მოკლედ, დაგჭირდება სოკო, ბეკონი, მაიონეზი, კამა აუცილებლად და დაჭრილი სულგუნი. იქ რო ძეხვი ალაგია, ის დიდ როლს არ ათამაშობს ჩვენ ცხოვრებაში. უბრალოდ მეთქი მაგასაც ეგ მივაჭრი. ჩვენთვის არის დამატება. ო. მოკლედ, აი ეს ფეხები უნდა დაკუწოთ რა. უნდა დაკუწოთ რაც შეიძლება წვრილად. ადვილად იჭრება. გატარება და რამე არ უნდა. უბრალოდ უნდა დაიკუწოს. სოკო არის სპეციფიკური რაღაცა, კიდე ერთხელ გეტყვით, თუ სოკოებში ვერ ერკვევით, ტყეში არაფერი არ მოგლიჯოთ. უბრალოდ ხელიც რომ მოკიდოთ.
და მერე გადააგდოთ არ შეჭამოთ, ხო მერე შეიძლება ის ხელი ტოქსიკური გახდეს. ან საჭმელს მოკიდოთ, ან პირში ჩაიდოთ, ან თვალში ამოისვათ და რაღაცა გაიჩალიჭოთ. ამიტომ სოკოსთან უნდა იყოს მაქსიმალურად რაც უფრო გემრიელია და უფრო მიმზიდველია, რავი, ღმერთმა და ფრთხილად უნდა იყოს. ხო, ღმერთმა და ბუნებამ ეგრე ინება, რომ ძალიან საფრთხილოა რა, ასე რომ სოკოსთან გაფრთხილდით რა. შხამიანი სოკოებიც გავს ჩვეულებრივ საჭმელ სოკოებს. ხო, ეძახიან ბიძაშვილებს. ხო. რაღაც ოდნავ განსხვავება აქვს, მაგრამ ის განსხვავება მოგცემს სიკვდილის სიცოცხლის იმას, რა ქვია. იმიტომაც არის, რომ ქართველები საერთოდ, ხო? სოკოს ნაკლებად ეტარებთ. ხო, არა, სოკოს კერძები და რამე არა გვაქვს და სოკოს მარინადები და რამე. ჩვენ ღმერთმა კიდე სოკოს იქით იმდენი კაი გემრიელი საჭმელი მოგცა, რომ კი, ისტორიულადაც ხო, სხვა გზა რო არა კონდეს, ხო, მაგრამ მაინცა და მაინც არც თევზი. თევზი არის ჩვენთან რა, ორი. ცოცხალი თევზი, ანუ მოხარშული და ქინძმარი. დანარჩენი ლოქო ქინძმარში, დანარჩენი რა ვიცი რა. არა გვაქვს ისეთი რაღაც. მოკლედ, აი ესე უნდა გახდეს. დავკუწე რა, შეძლების დაგვარად. აი ესე. აი ესე და აი ამას ჩავყრი ჯამში. და უყურეთ კამა, სოკო და სულგუნი და ამ ყველაფერს ერთმანეთში აუღრე. ყოვს არ ვიხმარ, იმიტომ რომ ხელით უნდა ეს ყველაფერი. გემრიელად აი ესე აუღრებთ. ეხლა რა მინდა მეთქვა? ამას შეგიძლიათ გაუკეთოთ მარილი, მაგრამ ჩვენ სულგუნი ვიყიდეთ, ნუ როგორ გითხრათ რა. ძალიან რთულია კეთილსინდისიერი სულგუნის ყიდვა თუ არა ყიდულობთ სამეგრელოში, იმიტომ რომ სამეგრელოში ესეთი რამე გაყიდო, შეიძლება იქ შენი ბოლო გაკეთება იყოს ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ ხალხი მაგრა ერკვევა. აღმოსავლეთში ნაკლებად ვერ ყვებით რა. განა ისა რომ უგონოები ვართ, მაგრამ ნუ პრაქტიკა არა გვაქვს მაგდენი. კავშირი არა გვაქვს მაგერთან. ხო, ქართლში ამას არ ამზადებენ, ასე რომ კი. ეცადეთ იყიდოთ სულგუნი მეგრელისგანაც. სამეგრელოში იყიდით მთლად უკეთესი. ჩვენთან უფრო ხორცი. ხო. ხორცი. მეგრულ რაღაცებს არ ვეყარები, იმიტომ რომ ძალიან რთული გასაკეთებელია და იქ რაღაცა ისეთი რამე უნდა. მოკლედ შეხედეთ, აი. გამოვიდა აი ესეთი რამე. მერე ამას აიღებთ და ამოვავსებთ. აი ესე. სათითაოდ. მოკლედ ახლა მე ამის ამოსებას დავიწყებ, სულ ყველა ამოსებ, მერე გაჩვენებს რა უნდა მოხდეს. ესე. მოკლედ მეგობრებო, დიდი სივერაგის მსხვერპლი გავხდით. ეკონი 2 უნდა და 1 2 3 4 5 გამოვიდა 2. ანუ 10 სულ 11 ნაჭერი იდოში ბეკონი. რატომ вас მეგონა რომ მეტი იქნებოდა, რომ მქონცოდნოდა, მეც ვიყიდით, მაგრამ ამას მაინც ისე შევწვა. ყველა ვარიანტში გაჩვენებთ ეგ. არც ესე იქნება ორიკო. მომიცე გახა. აი, გაშალი. გახსენი. ეხლა უყურე, ჯერ დაკეტე, ეხლა ნახეთ. აი ეს უნდა იყოს აი ესეთი თვითონ. ხედავთ, ამის დაბლა არ გაუშვებს, ანუ არის თევზის შესაწვავი, რომელიც პრესავს ყველაფერს. ეგრევე ბრტყელია და იდება ხო, თლიანად და ერთმანეთს. კიდე რა უნდა გითხრათ? გამოიყენეთ აი ესეთი ზეთი აჩვენე რა. აი, შეხედეთ სიმინდის. ეგ არის ჩვენი სუფრა, ხო და სიმინდის არის. არის კიდე მზეს უმზირის. ამას უნდა სიმინდის დაასხი. ეს გემოსაც მიცემს. და არ დაიკრავს კიდეც. ჭიქას ჩამისხი. ბევრი არ გინდა რომ ფუნჯი ჩავაწყო. აი. ანუ ისე რომ არ წაიწეს. ამაზე უნდა გადაუსვათ გარედან. თლიანად უნდა დაფარო, ხო? შეიფრსა? თლიანად უნდა დაიფაროს. არა, ხო, რომ წაუსვათ რა ზემოდან რა. ოპ დაიჭირე. და მოხსნი ამას. და აი ესე უნდა დაალაგოთ. ამაზე. აი ესე. მომიცი? მოგეთ, პრინციპი გაიგეთ, ხო? ზეც უსმევთ. სიმინდის ზეც. სასურველი ჩვენი სუფრა იყოს, იმიტომ რომ
ეგ გამომიცდია რანაირია რა. შეიძლება სხვამაც იმუშაოს ზესუმზირისას. ჩვენი სუფრა მაგასაც აყიდის, მაგრამ თქვა წარმოებს, მაგრამ ეს ნაღდი ვიცი რომ გემრიელია და შეწის პროცესში მაგრა შეუწყობს ხელს ესე. დავდებ. ესე. სხვაზე ვერც ვიტყვით რომ გამოგვიცდია. ხო, არა. არ გამომიცდია მართალია რა, ამას ყიდულობ ხოლმე და იმიტომ კი არა რომ ხო არა, ეს გამო. შვენიერი ხარისხის ეს არის და მაგიტომაც დავრჩით ისაუბრეს. ესე. აქედან წავალს, ბევრი არ უნდა, უბრალოდ დაასვენეთ რა. ესე. და აი ესე. ეს ეხლა რო შეიწובה, ხო? აღარ დაიშლება. ესე. მე ნიკეს გამხადე. გამორთი. ჩაუდოთ აქა. და მაიცა. აი ესე. ეს შესაკრავია ქანს. მოიყოლე, დაგიწი. ანუ აი ესეთ მდგომარეობაში არის. ეხლა ნახეთ. ბეკონი ვეღარსად ვეღარ გაიქცევა. მიგაქვს ცეცხლზე და ცეცხლზე დებთ თითო მხარე 10 წუთი. ვიწყებთ უყურეთ ესო დავალაგეთ, წამოჭირთ არით ბატონოვანო. ცეცხლი კარგად არის. ეხლა ნახეთ. რახან აქედან არის გახსნილი სოკო და აქედან არის ჩატვირთული, ხო ეს ის არა ქვია. ხარე ღია რაც ხო, არის კი. ღია. ჯერ დავიწყებთ მაგ მხრით. ანუ დავდებთ. ეგ იმიტომ რომ მე რო ეს გაკეთებას დაიწყებს და ყველი დნობას დაიწყებს და რაღაცა ამოტრიალებული იყოს ჭიქა ხუა. კი. ანუ ზემოდან უნდა იყოს ჩატენილი. დიდი ხანი არ ისქნათ. 10 წუთი, 20 წუთში არის ყველაფერი მზად. ეხლა 20 წუთი როარ დაგალოდინოთ. ნახეთ როგორი სიტუაცია და აი უკვე შეპიწყინება დაიწყო. ცეცხლს უყურეთ რომ ძალიან დიდი ტემპერატურაზე არის. შეიწובה. ბეკონი თან ცხიმით არის. და აი დაიწყო უკვე. ხო, ბეკონი ცხიმით არის. კამა, ეს ყველაფერი გადნება და სოკოს ისიც ვისება რომ შეიწოს. თოვლის დაიწყო. იმედია რომ თლათ ეხლა ცეცხლს არ ჩაგვიქროს. არა, ჩვენ არ დაგოთოს. მოკლედ ეხლა შევწო მეგუბრებო და გადმოატრალებ გაჩვენებთ თვითონ ეს როგორი სიტუაცია რა. ფერი უკვე მიიღო. თან თავისუფლება მივეცი პატარა ძეხვები ვიყიდე. ზემოდან შეიძლება ჩავდე ეს ძეხვი ისეაც იჭმება, მაგრამ შეპიწყინებული ძეხვი თან აკვერჩალზე. ჯარში იმდენი ძეხვი ვჭამე რომ სიგრძე რო დავთვალე და წლებზე გადავამრავლე, აქედან გაწევ და სადაც ბათუმამდე. რო გადაგება. იმის შემდეგ ძეხვი შემზავდა. ნუ ჯარის ამბავია რა. რა ვჭამოთ? ან სწავლებები ან რაღაცა გინდა ნაწილში ხარ? ანუ საველეზე რა. თო ნაწილში კი კარგა გვაჭმენდა. საველეზე ძეხვი არის ჯარისკაცის მეგობარი. იაფი, იორღა და სწრაფი. სწრაფმოქმედი. და თან შებოლილი არც ფუჭდება. რა შეიძლება გაფუჭებულიც ეყოხნა ჩემი. მაღაზე თავს ვერ დავდებ რომ მაინც და მაინც პირველი იყო, მაგრამ რა ვიცი რა. ჯარისკაცს ერთ არაფერი არ აწამავს რა. მე მოწამული ჯარისკაცის საჭმლისგან არ მინახი. არა აქ მაგის ფუფუნება. რას ამბობ? თა რუსი ჯარში ვინც ნამყოფია ხო მით უმეტეს. აჰა. ახლა ესენი გადმოალაგოთ ამოატრელოთ შევხედოთ მეორე მხარეს უკვე როგორია. სუნი უკვე ძალიან წამოიღო. რას? აი ესე უნდა შეიწოს, აი, მოიბრაწოს. ასე რომ არ შეგეშინდეთ, რომ არიქა დამეწოდა რაღაც, მაგრამ ეხლა ბოლო მომენტი. ჭიქებით ზემოთ უნდა იყოს, რომ იმაში წვენი ჩაგროვდება ეხლა, სოკოს ხო გამოუშვეს, რომ გაცხელდება, რომ არ ჩაიღვაროს დაბლა.
ანუ ერთი მომენტია სხივი გაიჯეროს ყველი და ხო რომ მე გადმოწვეთავს რა კი. ანუ ხო იშევწვი მე ეს და შე ეხლა ამ ძეხილს უკან დავალაგებ ხოდა კაი ღვინო მივაყოლოთ ისე დაიწყო თოვა რომ თუ დროზე არ გავასწარით აქედან შეიძლება მოგიწევს რამე ჩავრჩეთ ორი ეხლა რა საჭირო გაქვს საჭირო ტყეში ვართ თავს გავიტანთ ო შენი დარდი ხოლე სასწავლებელში მიდიხარ თუ მე ჩემი უკვე ვისწავლე ო ისე კაია ნახე რა სიწყნარია ტყეში ძალიან სიწყნარე სუფთა ჰაერი აბა რა ვინც აქ არ არის ამ დღის მოკვდება აღამე ოეგრი გადმოვიღოთ მერე და ვანო ხელახლა დავბრუნდებით მოკლედ გამოვაცხადე რომ ეს ამბავი გაკეთდა კი ეტყობა კიდეც არა შეიძლება დაეთყოს რომ სოკო უნდა მოიხარშო შიგნით ხო ტემპერატურაზე იდო ბეკონიც კარგად დაიბრა ეს ისე სოკოა კამა სულ რომ ტყეში იპოვო ტყავი გააზრო მარილი მოაყარო გინდ უმარილო და პირდაპირ ჩამო არაფერი არ მოგიყვება სამოშიგინ შევიდეთ მაშინ პრობლემაც არ იქნება გავსინჯოთ აჰა მოდი იქიდან მოვუარე აი შეხედეთ ზეთი რო წაუსვი არ მიიწება ზეთ თუ ზეთს არ გადაუსვით არც ისეთი გემო არ ექნება და აი უკვე აღარ იშლება ეს ამოვალაგო ბატონონიკა გადმოდგი რა ისა რა ჩაიდანი რაღაცა უშნოთა სივის ესე და აი ესე ეს აიღე აი აქ დავდოთ და ახოთ რა გამოვიდა ესე ღვინო დაასხი აი ახლა ვნახოთ შუაზე გავჯრი აი როგორია შიგნიდან ყველი არის მთლიანად დამტნარი ყველი ზანდონარია და გასულია იმაში სოკოლეთ როგორია და პური მიბოცეთ აი დადგე მოგეთ წვენი გაზდის აი საერთოდ ეხლა როგორ იგი ხალხს გადაარტყიო წვენი გადმოგიღებოდა ხილად აი ეს ჰა აი თუ დამეღვარა წვენი მე მგონია რომ მე დამეღვარა მაგრამ ძალიან კარგია ეხლა ესეთი კერძი არ არის რომ ასყაზე გააკეთოთ რა ერთი აი ესეთი შეკრა რომ გააკეთეთ სუფრაზე რომ შემოიტანთ გემრიელესია რა ყურადღება მიიღეთ რომ ის რა ქვია სულგუნი იყოს მაქსიმალურად ორიგინალად თუმცა ორიგინალი იქნება ძალიან მაგარი მაგრამ მარილიც დასჭირდება ხო გასინჯეთ თუ ყველი მარილიანია სულგუნის გარდა ასეთი ყველი არის ხმარ ეს არის სულგუნი იმიტომ რომ ჩვეულებრივ ყველი დადნება წყლაწავა და გადმოიწოწება სულ აბა ამჭიქით ყველა სახელნახალს წასულ ხალს გაუმარჯოს გასულს მეზღვაური იქნება ჯარისკაცი იქნება საზღვარგარეთ წასული იქნება რაღაცი საშოვნელად რა ვიცი რა მე ვფიქრობ რომ სახლიდან არხენიც არავინ არ მის ზანიშვეთად ყველა რაღაცა გაჭირვება ყველას რაღაცა
და ყველას რაღაც მოვალეობა და ისა აქვს. ვისაც გაგიმაგრე. გაჭირებისთვის დაუტოვებიან ემიგრანტებს გაუმოწევს. ზოგსა გულნია რო ფულსაო, ნიჩვებით ახვეტამენო, არა და მწარე პულსა ჭამენ. ძალიან რთულია რა ცხოვრება სამშობლოს გარეშე. ღმერთმა ირზოლა დაგაბრუნა და ისევ სამშობლოში ყოფილიყავ. ცისხლისგანაც დავცლიხავთ. გამომორჩა სახლიდან ეგრე გასულ. ყოფილიყოს. გაუმრჩეს. აბიგორება. დღეს ამას იცით სოკო ბეკონით. იმითი რა ქვია, ყველით, ყველით და კამით, ყველით არა. სულგუნით. სულგუნით. სულ აი ეს იყო მეგობრებო. კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეო. შემდეგ ვიდეომდე. რა როგორი იყო?